ჩვენ სულთანადგომას უცხადებთ შპს ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდრებელი კომბინატის ყველა თანამშრომლებს, რომლებიც გამოსული არიან მე-13 დღეა უკვე და აპროტესტებენ იმ მძიმე შრომის პირობებს, რომელმაც შეაწუხა და გამოიყვანა გარეთ. ჩვენ ვაცხადებდით, რომ არ შეიძლება ასეთ დაბალ ყანაზღაურებაზე ამუშაო მემაღაროელი, არ შეიძლება მის ჯანმრთელობაზე არ იზრუნო, არ შეიძლება მას არ ქონდეს შრომის პირობები, არ შეიძლება მას არ ქონდეს სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და ჩვენ ამაზე მკვეთრად ვაცხადებდით ყოველი ჩვენი გამოსვლების დროს. დასაქმებულები მე-13 დღეა როგორც ისეთ გაფიცულები არიან და ისინი მოითხოვენ ხელფასების მომატებას და შრომის უსაფრთხოებას. ხელფასები უნდა იყოს იმ შრომის ადეკვატური, რა პირობებშიც მუშაობენ და როგორია საერთოდ შახტის მაღაროში მუშაობის პირობები. უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი შემთხვევაა დაღუპვის და დაშავების დასახიჩრების და ყველა შემთხვევაში დადანაშაულებულია, თავად დაღუპული ან დაშავებული. დასაქმებულებს აქვს ეჭვი და დასტურებენ ისინიც, რომ თავიანთი ხელფასებიდან აკლდებათ თანხები და ისინი გაურკვეველი მიმართულებით მიემართება.